ჩვენ სტუმარი გველოდება არც მეტი და არც ნაკლები აჭარიდან მეგობრებო ეხლა უნდა გადავინაცვლოთ მზიან მხარეში გავიგოთ რა ხდება და შესაძლებელია რომ ეს ადამიანი ვინც ახლა ჩაგვერთვება რაღაცა პერმანენტულად მოგვაწოდოს ამბები თუ რა ხდება სანაპიროზე ზაფხული მოდის ბევრი აქტივობა იქნება ბევრი ლამაზი სხეული ივლის მოკლედ პირველი მაინც თვალი ჭამს და თვალი სვავს და დრო ახლა გადავინაცვლოთ და მივესალმოთ ჩვენს ტამანგო ჭღერიას რომელიც ხაზზეა ტამანგო სალამი გამარჯობა როგორ ხართ ხომ ხართ კარგი განწყობა ხომ სასწაული ბედნიერება თავი მე პირობას გაძლევთ რომ ამ განწყობას უფრო ძალიან მაგარს გავხდი თავიდან მინდა ის გითხრათ რომ ძალიან მადლიერი ვარ იმ ფაქტით რომ დღეიდან თქვენი ოჯახის წევრი გავხდი და მოკლედ რომ გითხრათ კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში და კეთილი ნამდვილად იქნება იმიტომ რომ დღეს ძალიან კეთილი ადამიანები არიან ჩემი სტუმრები რომლებიც უნდა გაგაცნოთ მოგესალმებით ჩემო ღიმილის ქალბატონებო მიესალმეთ მეგობრებო ღიმილის ქალბატონები ეს გახლავთ უკვე გადაჯღერს მომღიმარი, კეთილი, ლაღი თვალებიდან რომ სიკეთეს ასხივებენ და მათი ნახვა რომ მთელ ბათუმს და მთელ აჭარას უხარიათ ისეთი ქალბატონები არიან დღეს ჩვენთან. ეს ქალბატონები რამოდენიმე წლის წინ იკრიბებოდნენ პარკში დილაობით, ასე გაიცნეს ერთმანეთი და ბატონი ამირან ფირცხალაიშვილი გახლავთ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა, რომ ეს ღიმილის ქალბატონები ორგანიზაციად ქცეულიყო და მრავალი საინტერესო თავგადასავალი ქონოდათ მათ ყველას ერთად. მოგვიყევით ბატონო ამირან, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ამ არაჩვეულებრივი ორგანიზაციის დაფუძნებელი და როგორ დაიწყო ყველაფერი? თქვენ წეგან აღნიშნეთ, რომ ბათუმი ქალაქი და ზღვისპირა პარკი ბულვარდი არის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილი, სადაც ყოველ დილით იკრიბებოდნენ ქალბატონთა ერთი ჯგუფი, გაიცნენ ერთმანეთი, დამეგობრდნენ ერთმანეთთან და გადაწყვიტეს რომ შექმნან რაღაცა ორგანიზაცია ისეთი, რომელიც გაუწევდა კურირებას და ხელმძღვანელობას და ქვეყანას გააცნობდა ამ ღიმილის ქალბატონებს. სახელწოდება ღიმილის ქალბატონები ზუსტად აქ დაიბადა ამათან და მისი ავტორი გახლავთ ერთ-ერთი დამფუძნებელი დარეჯან დიასამიძე. და დაეთქვა ჩვენ ორგანიზაციას, რომელიც აჭარის ეროვნულ სააგენტოში გაატარენ როგორც ვეტერან ქალთა კავშირი ღიმილის ქალბატონები. ეხლა ღიმილის ქალბატონების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ის შესაძლებლობები, დარჩენილი შესაძლებლობები თუ გინდუწოდოთ, გამოვლინება მათი, რომ მათ კიდევ შეუძლიათ შრომა, მათ კიდევ შეუძლიათ სასიკეთო საქმეების კეთება და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამიტომ შეიქმნა ეს კავშირი, დაეთქვა ამ კავშირს ვეტერან ქალთა კავშირი, ღიმილის ქალბატონები. ეს მოხდა 2023 წლის 13 დეკემბერს. კი ბატონო. 13 დეკემბერს. მას შემდეგ სასწრაფოდ ერთ კვირაში, ორ კვირაში ჩვენ ჩავატარეთ გამართალია დაარეგისტრირა ეროვნულ სააგენტომ, მაგრამ საჭირო გახდა შემდეგ ამ ორგანიზაციის სრულად ჩამოყალიბება, გამმართეთ დაფუძნების პროგრამა, შევიმუშავეთ სპეციალური ბლანკები, განცხადების შესავსები, სადაც ქალბატონებს მარტო სჭებოდათ ხელწერა და მისი გვარი და სახელის ჩვენება და ასე მოიყარა თავი დაახლოებით 30 ქალბატონმა ამ ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ მეორე წელიწადში ეს რაოდენობა გაიზარდა და დღესდღეობით ამ ქალბატონთა რაოდენობა უკვე 53-ს აღწევს. და აქვე შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ღიმილის ქალბატონების კარი ყველასათვის ღიაა. მობრძანდით შემოგვიერთით. მაგალითად დედაჩემაც კი მითხრა, რომ მე მინდა რომ ღიმილის ქალბატონი გავხდეო და მალე გეყოლებათ ახალი მეგობარი ჩემო მეგობრებო. მე კიდევ მინდა ვთქვა ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩანაფიქრი, რომ ანალოგიური ორგანიზაცია შეიქმნას არა მარტო ბათუმში, შეიქმნას სხვა და სხვა რესტორანი, მაგალითად ქალაქი ქობულეთი დიდია, მეორე ქალაქია აჭარაში და იქაც გვინდა ეს ჩავატაროთ. თქვენ უნდა დაიპყროთ ბატონო ამირან ღიმილის ქალბატონებთან ერთად მთელი საქართველო გვაჩუკოთ. ქალბატონები დავალაპარაკე რა. მე აუცილებლად ეს ვერ შეიქნებოდა და არ იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ არ იქნებოდა გარკვეული მხარდაჭერა ადგილობრივი
ქალაქის ხელმძღვანელობის, ქალაქის მთავრობის, რესპუბლიკის ხელმძღვანელობით და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ჩვენს ორგანიზაციას, გახლავთ ბულვარის დირექცია, მისი დირექტორი ლაშა მიქელაძე და სოფო გუჯაბიძე, მისი მოადგილე. ამ ადამიანების და მათი კოლექტივის მხარდაჭერით და მათი კოლექტივის ინიციატივით ჩვენ ყოველთვიურად ვატარებთ რაღაცა ღონისძიებებს. აი ეს პაპკა, აი ეს საკახალდე, რომელსაც თქვენ უყურებთ, არის იმის მაუწყებელი, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ ბევრი სხვადასხვა ღონისძიებები, რაც ასახულია აქ. საკმაოდ ბევრი ღონისძიება ჰქონდა, საკმაოდ საინტერესო და განსაკუთრებით დასასამახსოვრებელი და შესანიშნავი იყო ამ ქალბატონების ექსკურსია კი ბატონო, ანუ თქვენ მოკლედ დამაგო, ჩემი ორეული დამალაპარაკე თუ შეიძლება. დატარებთ დროს. დამაგო, თქვენ მადლობა. იმედის ტელევიზიას, რომელიც გაიხარეთ ბატონო. ახლა მოდით ქალბატონებსაც გავესაუბროთ. თქვენს უკან დგას ქალბატონი, დამაგო. ორეული ჩემი ორეული დგას თქვენს უკან. ამ ქალბატონს რომ გულისხმობ? გავიზდები, მინდა რომ ვიყო ეს ქალბატონი, კი? რომელიც გულბოთკინედ ვარჯიშობდა. ქალბატონო, ნანიკომ შემოგითვალათ, რომ გავიზრდები, მინდა რომ თქვენნაირი ენერგიული ვიყავო და მინდა რომ დაგემსგავსოთ. მე მგონი გავხართ ისედაც ვარცხილობით. ვარცხილობით გავხართ, ნამდვილად გავხართ. ენერგიითაც გავხართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ძალიან ენერგიული იქნებით. ახლა კი ჩვენ უნდა გაგაცდოთ ეს არაჩვეულებრივი ხალხი, ღიმილის ქალბატონები. აი ჩვენთან არის მაგალითად ქალბატონი ანგელინა, თუ შეიძლება მობრძანდით ქალბატონო ანგელინა. აბა გითხარით, როგორ ხართ და რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ღიმილის ქალბატონის წევრი? ჩემთვის ეს დიდ რამეს ნიშნავს. ჩემთვის დიდი გაჭირვება მქონდა, მაგრამ არც მინდოდა გამოსვლა, მაგრამ მე გამოვედი და ამათთან ერთად აღვადგინე ჩემი ხასიათი. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ღიმილის ქალბატონებმა სიცოცხლე გაჩუქათ. სიცოცხლე მაჩვენ, ნამდვილად სიცოცხლე მაჩუქენ და ყველას დიდი მადლობა, ძალიან კარგი ქალბატონები ბრძანდება და ღმერთმა სულ კარგად ამყოფოთ. გაიხარეთ ქალბატონო ანგელინა, თქვენც ასევე ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოთ. ქალბატონო ანგელინაც სხვათა შორის ჩვენთვის აქვს ძალიან ტკბილი პატარა ლექსი, რომელსაც ახლა წაგვიკითხავს. აბა თუ შეიძლება ქალბატონო ანგელინა წაგვიკითხოს. იგენაც თქვენ მოგიწყოთ. გაიხარეთ, მადლობა. ვის გაუგია ივლისში თოვა, მაგრამ თუ მთხოვე მე თოვლად მოვალ და შენში ვიპოვნი ყვავილ, რომელიც თოვლის ალერსით ყვავილ. მეში მიყვარს ღმერთი, შენ რა იპოვნე ჩემში, შენ წმინდა სანთლის ღვენთი, მე გაფანტული ხრეში. ოჩა, აპლოდისმენტები ქალბატონ ანგელინას, ძალიან საყვარელი ქალბატონი ბრძანდებით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ასე ენერგიულად ყოფილიყავით. აქ კიდევ არიან ჩემთან ქალბატონები, აი მაგალითად კიდევ მინდა გაგაცნოთ თალიკო გაბეჩავა, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება და ერთი პატარა სიურპრიზიც აქვს ქალბატონ თალიკოს და ამაზე თავად გაგვესაუბრება. ჯერ გითხარით, თქვენთვის რას ნიშნავს ქალბატონ თალიკო ამ არაჩვეულებრივ ხალხთან ურთიერთობა და შემდგომ სიურპრიზის შესახებაც გითხარით. მე პირადად ვარ დევნილი, ჯერ მივესალმები იმედის ტელევიზიას და იმედის დილას. წამყვანებს, სამეგობროს, საქართველოს მშვიდობას უსურვებ ყველას. გაიხარეთ. მე ვარ დევნილი სოხუმიდან და ძალიან დიდი გაჭირვება გამოვიარე იმის მერე დავკარგე ჩემი ახლობელი ადამიანები, მაგრამ ამ ქალბატონებმა ჩემი გაჭირვება შემიმსუბუქა და მოვდივართ დღემდე. 10 წლის მეგობრობა გვაკავშირებს. გაიხარეთ, ძალიან კარგი. და მე ერთი სიურპრიზი მაქვს, ბატონი ჩვენ ღიმილის ქალბატონებზე დავწერეთ წიგნი, ყველას მიუძღვენი სათითაოდ ლექსი, ამას გარდა მიუძღვენი ბატონ გია ჯაჯანიძეს, რომელიც ასეთი სიურპრიზი ძალიან მიყვარს, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ამიტომ ჩავრთეთ ამ ფოტოს არის შენი ჯაჯანის ავტორი ვარ მე თალიკო გაბეჩავა რედაქტორი. აი ნახეთ, ჯაჯოს ფოტოც არის, მაგრამ ლექსი არ გამოვაჩინოთ, იმიტომ რომ კი ბატონო, ორი ფოტო არის, აი ესე რომ გამოვაჩინოთ. თუ დაგვირდება ბატონი გია და ჩამოსვლას, აი მაშინ უფრო ბევრი სიურპრიზი დახდება. აუცილებლად თუ დაგვირდება.
მაშინ ანუ ლექს ავიკითხავ. ანუ ბატონო გია თქვენ ახლა უნდა დადოთ პირობა მთელი საქართველოს წინაშე რომ ჩამოხვალთ და აუცილებლად გაიცნობთ ღიმილის ქალბატონებს და მაშინ წაგიკითხავთ ლექს და კიდევ მრავალ სიურპრიზს შემოგთავაზებთ. აბა მითხარით თქვენ მოდიხართ თუ არა რომ ვახარო მე აუცილებლად ჩამოვალ და აი ამ ღიმილიან ქალბატონებს ხო შევხვდები მე უნდა ვიცინო ბედნიერებისგან გაიხარეთ ჩამოვალო ჯაჯო მოდის ბათუმში ღიმილის ქალბატონებთან ძალიან მერსი ხევლებს ჩვენთან აი ახლა როგორ ეს მერე წავიკითხოთ როცა ჩამოვა სიურპრიზი იყოს ახლა მინდა კიდევ ერთი ქალბატონი გაგაცნოთ ქალბატონი ნათელა რომელიც გახლავთ ქალბატონო ნათელა სულ რაღაც 85 წლის ხართ ხო სულ რაღაც რას ნიშნავს ქალბატონო ნათელა თქვენთვის ღიმილის ქალბატონებში ყოფნა მე ვარ ერთ-ერთი უხუცესი ქალბატონი ზოგი ჩემზე უმცროსებიც არიან უფროსი მხოლოდ მე ვარ გვაერთიანებს ერთი ტკივილი თვითეულის ჩემი ტკივილია თვითეულის სიხარული ჩემი სიხარულია რაც მას ულდგმულებს პირადად მე ვარ ჯანსაღი წესის მიმდევარი 25 წელია ვარჯიშობ ყოველდღე დავდივარ 4 კილომეტრს და ჩემთვის ესე იგი თვითეული ადამიანის ერთი შემოხედვა, ერთი სიტყვა, ნათი როგორ ხარ? და როცა მირეკავენ ხოლმე, სადა ხარ ნათი? მოფრინავ. რამდენი დავრეკავს? ნათის ტელევიზორიდან გადმოვისთა და მოფრინავ და აი ამ ემოციებთან დაკავშირებით სულ ერთი პატარა ლექსი მინდა წავიკითხო. კი ბატონო, თქვენს დაგვიკითხეთ არ არის პრობლემა. სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჩარაზე და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე გაიხარეთ ქალბატონო დიდი მადლობა 100 წელი ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოთ ასევე არის ჩემთან ქალბატონი დოდო უსაყვარლესი დიახ და არაფერი მოდი გაგვაცანი ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი და დავასრულოთ შემდეგ კარგი აი ხო კარგით აი უცებ გაგაცნობთ ქალბატონი დოდოც რა თქმა უნდა ამ ორგანიზაციის წევრია ის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ამ ორგანიზაციის და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მრავალ ღონისძიებაში და თუ შეიძლება ქალბატონო დოდო თქვენ რომ გითხრათ თქვენთვის რას ნიშნავს ღიმილის ქალბატონებში ყოფნა მე ვიტყვი თქვენ მე რა მითხარით და მე კიდევ გვაქვს ერთი სურპრიზი და ასე დავასრულოთ აბა ეს ჩემთვის ნიშნავს სიცოცხლის გახანგრძლივებას უпроსწორად გაიხარეთ. დიახ, იმდენად რამდენადაც შესანიშნავი მეგობრები გვყავს, ქალბატონები, დიდებული, რა თქმა უნდა, დამფუძნებელი ხელმძღვანელები და ამავდროულად მინდა დაუმატო დღევანდელ დღეს, რომ ჩვენი ქალბატონები არიან სპორტის სახეობი, ყველა სახეობის შემსრულებლები. ვეტერანთა ფედერაციის შემადგენლობაში შევდივართ ჩვენ კიდევ პრეზიდენტი არის ბატონი შალვა ტაბაღო. აი გუშინდა დღეებში ჩავატარეთ სპორტული ღონისძიებები. ასე რომ თქვენ დიდი მადლობა გაიხარეთ. თქვენს ტელევიზიას, თქვენ პირადად ბატონო. გაიხარეთ. უღრმესი მადლობა თქვენ რომ ჩვენთან ერთად ხართ და აქვე ვიტყვი იმას რომ ქალბატონი დოდო მეუბნება ჩვენ ახლა მთელი საქართველო გაგვიცნობსო. ჩვენ ვართ ღიმილის ქალბატონებიო და ბევრი გასათხოვარი გოგო ვართ აქ და ველოდებით ღიმილის ბატონებსო. მოკლედ მე მომავალში ძალიან საინტერესო ამბებით ჩაგერთვებით და გაგაცნობთ საინტერესო ადამიანებს, მაგრამ ჯერ უნდა დაგემშვიდობოთ ერთი პატარა სიურპრიზი გვაქვს და აბა მოდით ჩემთან ჩემო ღიმილის ქალბატონებო და დავიწყოთ. აბა ყურადღება წყალს ნაფოტი ჩამოქონდა ალვის ხის ჩამონათალი აბე გოგო და მიამე საყვარლის შემონათალი დამაგო აჭარიდან ერთი კვირით გემშვიდობება ეს იყო ჩვენი ოჯახის წევრი თამანგო რომელმაც ძალიან გაგვიხარისა დილა არა მარტო ჩვენ არამედ ღიმილის ქალბატონებს რომელიც ჭარმაგები არიან უკვე
არა, საყვარლები, ენერგიულები, ლამაზები. სხვათა შორის მე ძალიან ადრე ვდგები და აჭარაში თუ ვარ, მე არ მიყვარს ხალხმრავლობა, ეს იცის ჩემო მეგობრებმა და ხშირად მარტო დავძვრები ხოლმე დილას სიჩუმეში და ეს ქალბატონები მინახავს როგორ დადიან და კი და როგორ ვარჯიშობენ, როგორ დარბიან და ასე შემდეგ. მომინდა, მართლა მომინდა. ამაგას ვერ მოსიყვარულეთ და არ ვიცი, უდიდესი სიყვარული მათ. რიგრიგობით წავიდეთ, არ გინდათ? არა, ერთად წავიდეთ. ერთი წამით სრული პასუხისგებლობით ხო დაპირდა მათ რომ ჩავა ბათუმში. რამდენი რაგბის და ფეხბურთის მატჩი გაქვს, ესე იგი არა, ეხლა ნახე ნამუსენ ნუ მაგდებ. ასე სუქპირდება რომ დღეს მოდივარ მატჩზე. ჩამოვედი ბათუმში. ეხლა კიდე მივდივარ და მომავალ შაბათს რო ჩავერთვები, მერე ნახავ. არ იქნები ჩვენთან? აღარ შემილია რა ყველა სადღაც დალი ნიუ-იორკს ვერ მოვაშორე ესე იგი აი მიდის და მიდის განზიდვას ვერ ვაკეთებ. ეს სადღაც დადის. წაგიყვან. კარგი. აუცილებლად მოკითხვა მათ და უდიდესი სიყვარული და წარმატება მინდა ვუსურვოთ ქალბატონებს და ჯოჯო მეც მოვდივარ ბათუმში და იქ ერთად დავიგეგმოთ და ერთად შევხვდეთ.